ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც პატივი დამდეთ და მოხვედით ჩემს ლექციაზე 27 ოქტომბერს. ეს დღე იყო ჩემთვის დაუვიწყარი. სამწუხაროდ პირობები იყო ისეთი, რომ მე თქვენ ვერ გხედავდით, მაგრამ ლექციის შემდეგ ბევრი მოვიდა ჩემთან. სამწუხაროდ, აქაც სამწუხაროდ მე ყველას ვერ მივაქციე ყურადღება სათანადო და ამისთვის აბსოლუტურად ყველას გიხდით ბოდიშს და ვეცდები რომ მომავალში უფრო სხვა სივრცეში ჩავატარო ლექცია, უფრო გაგაფრთხილოთ თან წინასწარ რომ ეს არ იქნება როგორც თავიდან თქვი 1 საათში დამთავრდება თქო, მაგრამ 2 საათნახევარი გამიძელით თქვენ და კიდევ ისიც გამიხარდა რომ ეს ამ ლექციის ჩანაწერი ნახა თითქმის უკვე 10,000 ადამიანმა, რაც ნამდვილად არ მეგონდა თუ ასეთ დიდ ინტერესს გამოიწვევდა ეს თემა. ჩვენთან ლამაზი შემოდგომაა, თან მე გარემოს გაჩვენებთ. ლექციის შემდეგ, 2 დღის შემდეგ დაახლოებით მე ბედნიერად დავხვდა წილად, რომ ძალიან კარგ არქეოლოგთან ერთად, ბატონ გიორგი ბიძინაშვილთან ერთად, რომელიც უკვე ჩემი მეგობარია, წავსულიყავი ძალიან საინტერესო ტურში. ამ ტურში მონაწილეობის მიღება თქვენ შეგიძლიათ, თუ დაუკავშირდებით გიორგის და მე აი აქაც წერ გიორგის მისამართს Facebook-ზე და ცალკე ბმულსაც დავდებ აღწერაში. თქვენ გელით საოცარი მოგზაურობა, საოცრად საინტერესო, საოცრად დატვირთული, ისეთი რომ აი რამდენიმე დღის განმავლობაში მე წუნეთ დადებითად იქნებით დამოხტულები და რაც თავარია მიიღებთ ცოდნას ჩვენი ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიულად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თუ ყველა მხარე საინტერესოა საქართველოში, მაგრამ ეს გახლავთ თბილისთან ძალიან ახლოს მდებარე ისტორიული რეგიონი, რომელიც ძალიან მდიდარია როგორც უძველესი ადამიანის აღმოჩენილი არტეფაქტებით, ასევე თითქმის მთელი ისტორია კაცობრიობის აი ამ რეგიონში წარმოდგენილი. ამიტომ გირჩევთ რომ წახვიდეთ ამ ტურში, მიიღოთ ამ ტურში მონაწილეობა და რა თქმა უნდა კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ, რაც ფაქტიურად ჩემთვის სიურპრიზი იყო, ეს გახლდათ დმანიში, სვანების ოჯახში გამართული სადილი, რომელიც ტურის საფასურში შედის და ეს იყო მართლაც დაუვიწყარი რამ, ულამაზეს სახლში უკეთილეს მასპინძელთან, ქალბატონ მარინასთან, უგემრიელესი, აი წარმოუდგენლად გემრიელი სვანური საკვებით, რომელიც ალბათ მართლაც ჯერჯერობით არ არის კიდევ ბოლომდე დაფასებული. ამიტომ გირჩევთ ყველა მიიღოთ ამ ტურში მონაწილეობა, სანამ არის დრო, სანამ არ გათხოვებულა, სანამ ძალიან არ აცივებულა. მე კი გთავაზობთ ამ ტურის პირველ ნაწილს. ეს გახლავთ ბოლნისის მუზეუმი და ნუ ჩათვლით თქვენ რომ ნუ გამორთავთ აქ ვიდეოს, ნუ ჩათვლით რომ ეს არ არის საინტერესო, პირიქით ბოლნისის მუზეუმი ალბათ არის მე რაც მუზეუმები მინახავს და ძალიან ბევრი მუზეუმი მინახავს, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მათთაგანი. აქ წარმოდგენილი არის უნიკალური მასალა, არქეოლოგიური, ისტორიული მასალა, რომელიც თქვენ წარმოდგენას შეგიქმნით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად კაცობრიობის ისტორიის შესახებ. და თუ რა თქმა უნდა ისეთ გიდთან ერთად იმოგზაურეთ, როგორც გიორგი ბიძინაშვილია, ეს იქნება სამაგი და ათმაგი სიამოვნება და ძალიან დიდი ცოდნის მიღება. აი ეს კი გლახალოთ ჩვენი პარკი, რომელშიც სიმშვიდეა, დღეს ძალიან კარგი ამინდი გვაქვს ჰამბურგში. ეს ალბათ ბოლო დღეებია კარგი ამინდების, შემდეგ უკვე აპრილამდე უნდა ველოდოთ ასეთ გამონათებებს. ახლა კი მოკალათდით ყუდროთ თქვენი კომპიუტერების ან ტელევიზორების წინ, თქვენ წინ ძალიან საინტერესო მოგზაურობა გელით, მოგზაურობა წარსულში, რომელიც იწყება ჰომო ერექტუსებიდან და თავდება შუა საუკუნეებით. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ისტორია გრძელდება და იმედია იგი სასიკეთო იქნება საქართველოსთვის. მაშასე, ჩაუჯდეთ ვიდეოს.
დიდად კიდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უფრო დიდი ველებია და იქაც სახლდებიან, სომხეთშიც არის და სახლებით 8000 წლის წინ და გვალსახლებში ცხოვრობენ, ამერს ყველაფერს ნახავთ. სიმრგვალე მაინტერესებს ძალიან. ალიზის სახლებში და ცხოვრები ყავთ, ძროხები ყავთ, ასე შემდეგ და ფაქტია ბევრი ხორბალი აქვს, ღვინოსაც, ფურცელს, ეს ვინც მოსული ხალხი. აი ეს ხალხი რა. და მე არის ყველაზე საინტერესო, რომ ეს ხალხი ჩვენი ეს ფრებ, ანუ ომის კვალი არ არის, გადამწვარი არც ერთი ეგრე გორა არავის არ უნახავს რაღაცა. უბრალოდ ტოვებს აი ამ ტერიტორიას და მიდის. ძალიან ცოტა არის გენეტიკური ინფორმაცია, ფაქტურად 4-5 ჩონჩხი არსებობს, რაც იყო პოლიციის მუზეუმში იყო და ფედრიონს დაუწვია თუ რავი რა. ფედრიონის გენეტიკური მაშინალი მაგრამ ძვალი არა ისე კი არ მოასწრეს რაც არის იმისგან იმდან ცოტა რომ იმისგან ძვლებისგან ეხლა კოლექციაში რო გიდევს აიღებ და გააკეთებ ხო საერთოდ კბილებიც არ არის პრობლემატიკა არის რომ ჩონჩხები არ არის და ვერ გაიგეს და წერდნენ ეს ხოიც ჩვენთან როგორ არის ხომ რომ რამე ნივთის დანიშნულებას რო ვერ გაიგებენ სარიტუალ დანიშნულების რო ასევე მიაწერენ ხო მაგალითად სამარხები არ არის ფაქტია სადაც გორა ვიქო არის არ არის გიორგი შენ მარცხნივ რაც არის იმაზე ამბობ იმ ველებზე ეს ველები ხო თლიანად ხო ანუ აი ფაქტობრივად ფეხითაც რომ გავიაროთ პატარა შემაღლებას უნახავთ არის ნაცხოვრებელი გორა რა და არის ასობით აი პატარა სოფლები ხო და მოკლედ აი ეს სულ რამოდენიმე არ ვიცი ეს 3-4 არის კავკასიაში ნაგონი 4-5 არის შესწავლილი მე რა ხდება რომ ეს ხდება და მე მოდის სხვა კულტურის ენეოლითური და საინტერესო რატო ხდება ან სად მიდის აი გალი ყველაზე ძალიან დიდი კითხვა რომ იმავე ადგილს იკავებს ახლა დაახლოებით იმას ავიკავებს ეს ენეოლითელები და ცოტა მაღალ ადგილებში ხო აქ ის მედლები უკვე ისინი ალკოჰოლიკი და ეს აიდან მოდიან ეს ენეოლითელები ისინი სამხრეთიდან მოდიან და სამხრეთს რას ეძახი ანატოლიის და იმის მხარეს ანატოლია და აი ერაყის მხარე კიდე როგორც ჩანს მესოპოტამიიდან შუა მდინარეთის მესოპოტამიიდან მოდიან და როგორც ჩანს აი ეს ენეოლითის ჩვენი ხალხი დიდი ნაწილი ანუ ჩვენთან აქედან გამოვლენდა მე მაიკოპის ცხინვალე დიდი ყორღანების კულტურას არსებენ იქ ზევით ეს რასაც ეხა ამბობ პარაქსის წინარე კულტურა არის რა მოკლედ თუ ადრეული ვერსია თუ დადასტურებულია არა ძალიან რეალური და რაღაცა იქიდან მოდიან რა ძალიან გავს კერამიკა ძალიან გავს ბევრ რაღაცა და მე და იმის მერე კიდე პარაქსული კულტურა რომელიც ძალიან დიდი არის უკვე ენეოლითის მერე ენეოლითურ საცხოვრებლებზე მე პარაქსული საცხოვრებლებიც არის გამართული რამდენიმე ადგილას თუმცა ეგენი ენეოლითი არის ჩვენთან ძალიან ცოტა სულ რაღაცა არ ვიცი 5-6 სამარხია ყორღანიცად 3-4 არის და სამაგიეროდ აი ჩრდილოეთ კავკასიაში იქით გადავიდნენ და მაიკოპის ეს რაღაცა ესე ძალიან საინტერესო მაიკოპის კულტურა ხო აი ძალიან უცნაურია რა მაგრამ აი როგორც ჩანს აი აქედან წასული ხალხია და ვინ ცulis თრიალეთი ცulis მე თქვა რა რაქს თუ პარაქსი მე ხო ბედენი არის პარალელურად პარაქსის ბოლოს ბედენს ეძახიან კიდე სვანერი კულტურა არის ესეთი ეგეც ყორღანი ეგ მანდარი ყორღანები და საიმაში ეტლებში ტიპები დამარხული ეგ სად არის გეოგრაფიულად აი ხლა ბედენის ყველაზე ცნობილი სამარხი არის ანანაური სამარხი ლაგოდებში რომელშიც მუმიფიკაცია დასტურდება ანუ ელის უყავაძე როგორც ამბობს პოლენი არის ბევრი თაფლის და ფაქტობრივად რომ გაიხსნა ეს კამერა ანუ ის იყო რა ოთახი საკმაოდ უჰაერობაში იყო და ესეთი კაი და მუმიფიცირებული ну ყოველ შემთხვევაში ტყავის დასაწყმელი ჩანთა აფრისაცმელი სავარძლები ჩონჩხები სხვათა შორის როგორც ჩანს ჩონჩხები იყო გაძარცვული რა ანუ პრობლემა ყორღანების არის რომ იმავე ვინც ესწრება დასაფლავებას ფონდში მე ისინი დართვა კი რა ესე პირამიდების პრობლემებიც ეგ არის
მე ის 44-იან არქეოლოგები ნახულობენ ამაც. ახალი არქეოლოგების გამოფრენაზე. ზუსტად 4-5 დღის თუ დაუწვირდებათ ეხლა იქ არა ჭრაკით ჩახვალ ხო ალბათ და პატარა 40. ხოდა ესე იგი ეს ბედენი ძალიან კიდე მარტყოფის კულტურაც არის, აი მარტყოფს ეძახიან, ნუ სადაც ცოტა განსხვავებები არის. რაღაც კერამიკაში არის განსხვავება, აი ბედენის კულტურის თავისებურება ის არის, რომ რაღაცა ტყის ხალხი, ესთან დაკავშირებული ხალხი არის, როგორც ჩანს ძალიან ბევრი ტყის ნოფარს ატანენ მიცვალებულებს და მე იზოტოპური ანალიზები გაკეთდა მაგათი კბილების ნუ რაც არის აი ბელადების ნუ მოგეთო ეთერში დაკრძალული ტიპების კვება საკვები იყო რომ თვითონ თურმე ნარიწყლის თევზი და რაღაცა მდიდარი საკვებით იკვებებოდნენ და ნიკული იქვე მონებით ჩაატანეს და იმათ ცოტა ღარიბი საკვები ნუ რაღაცა ძირითადად ხალი და რაღაც ხო რა ეკალა აბსოლუტურად რა ესე იგი ბედენი თქვარი არაქსის მეერე მოდის ვიდრე ტრიალეთი ტრიალეთი მეერე არის საერთოდ შემდეგი არის კიდე ტრიალეთი წყინვალე ყორღანები ნუ ანდობე ყველაზე დიდი ყორღანები ასე რომ რაღაც ხალხი მოდის რაღაც ხალხი მიდის ან ყოველ შემთხვევაში რაღაც ხალხი ადგილობრივს აჯდება თავზე ანუ კულტურაც ანუ აი ხა ოსებზე რომ ისა სომხებზე რომ ლაპარაკობთ სომხებიც ანუ ხო აბსოლუტურად ინდოევროპულია და ყველაფერი ტრადიციის სიმღერები ყველაფერი თუმცა უკვე გენეტიკურად უმეტესად არიან მაინც ადგილობრივი რომელსაც მოაჯდა ეს ინდოევროპული ჯგუფი აი ხა მაგალითად დაღესტანი რომ გათხარო რუსულ წარწერებს იპოვი ხო მაგრამ ხო არ ნიშნავს რომ იქ რუსი მოსახლეობა ხო ეს ხიც რუსულად ლაპარაკობენ შეიძლება თავის ენას დაივიწყო მაგრამ ნუ აი ენა და ის ძალიან ვაფშე სადამიწა ენა და კულტურა და ენა და გენეტიკა არის ძალიან განსხვავდება ხო ადრე როცა არ იყო ეს კვლევები შესაძლებელია თქვა უნდა მისაღები იყო მაგრამ ეხლა ეს მათემატიკაა რა მაინც არა მდგრადი ოსების შემთხვევა არის რასაც შეძახი ყველაზე თვალსაჩინო ხო იმიტომ რომ ოსებია ენა აქვს მაგრამ გენეტიკურად აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია ყველაზე კარგი ჯიორიდი ყველაზე ერთ-ერთი დიდი ჯგუფი არის და თან არიან მშვანებთან უახლოესი ეს ოსები ანუ ეს ალანები ხო ალანები მოგეთ მოაჯდნენ რაღაც ადგილ ხო რაღაცა როგორც ჩანს რა მოაჯდნენ მოვიდნენ სტეპებიდან მოსული ხალხი სტეპების ხო ალბათ იმაზეა რაღაცა ხო იამანა გაქცეული ხალხი არის ის იამნაიას ალბათ რაღაცა აი არის იამნაი კულტურა რო არის მაგრამ იქ ნობლესია ჩვენთანაც ეს ყველა წინვალე გვარები რო შეისწავლეს არც ერთი ეგრე ყველა ისინია სხვა ჯგუფი არის R1 B2 და რაღაცა ანუ ინდოევროპული ჯგუფები არის უბრალოდ აი კავკასიელები არის ეს ელიტა ასე რომ თორე სამყვანიო ეხლა რაც სამობენ არის G2A და G2A ორი აი ეს ძირითადი 70% მოსახლეობით და მე დანარჩენი უკვე ყველაფერი არის G2A ის არის შემდგომი აი G2A არის აკრას მე მგონი G2 არის აი კოტია ხო კოტია ხო და მანდ დასავლეთში ძალიან ბევრი ისე G2-ები არიან ტრემდე როგორც აი ინგლისში რომ ეხა იპოვეს რაღაც 9700 წლის ჩოჩხი და ზუსტად იმის გენეტიკური შთამავალი მოესწრებს ცხოვრობს. საინტერესოა. აბა ძალიან ბევრია და ის კოტია. რა პატრიოტია ასე. ის კოტიაში ნუმერო არის 10000 წლის. ის მეზოლითელი მონადირეა ესეთი. ჯერი. მერეს მონადირე შემგროვებლები ფიზიოლოგიურად ფიზიკურადაც განსხვავდებიან ამ ფერმერებისგან რა ეს. სხვანაირია ეს მონადირე შემგროვებელი რაღაცა ესე იგი თავის ქალის ძვლები 8 მმ-ია, 10 მმ-ია. სკელი. სისქე ჩვენ 4-5 გვაქვს. ყველას რა არის. რაღაცა ის არ არის და ამას არ მეტრა 80 და გასაგებია რომ შუა საუკუნეში პატარები არიან ყველა. ხო რო ამბობენ რომ ესეთი ვიყავთ ცერაიზე და მეტრა 60 იყავი მაქსიმუმი. ხო. იჩა დლობგული იყო მეტრა 74 და ითულებოდა რიჩარდი.
იმიტომ რომ ეს ფსევდომეცნიერება რომ ყვავის ხა შეროგისმეს 20,000 სიტყვაზე იმას 200,000 გიორგი, ეს მუზეუმის შედარებით ახალია, ხო? ახალია და ამან აიღო ისა. პრიზიც აიღო, ევროპის საუკეთესო მუზეუმის პრიზი აიღო. ეს არის ახლა როგორ აშენებული ეს მუზეუმი. საღდრისის ტრაგედიის მერე უკვე შანსი რო აღარ იყო, რა გამოუტყუოთო ამათო და მუზეუმი ავაშენებინოთო და გაზრეთს და დააფინანსეს მუზეუმის აშენება და მერე წარიყვნენ თანახმა რომ იქ საღდრისზე გაკეთებულიყო გამოფენა, მაგრამ მიუხედავად წინააღმდეგობისა კონკრეტულად ამ ძეგლზე რომ ეს ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი და ოქროს უძველესი შახტური, ანუ სამთო წარმოების, სამთო მოპოვებითი როგორც ენტერპრაიზი, საწარმო, ნამდვილი საწარმო თავის ყველაფრით 5000 წლის წინ. ну ეს გაკეთდა ამის გამოფენას და რეგიონის არის ანუ მოასწრეს რაღაცების იქიდან წამოვიდა. არა, ზოგადად კარგად კეთდება მუზეუმები, ხო, მარტვილის მუზეუმია გენიალურად გაკეთებული. სვანეთი კარგადაა გაკეთებული. ეს არის რეგიონალური მუზეუმი მუნიციპალიტეტის გარშემო და ასე შემდეგ ქვემო ქართლის ასე ვთქვათ 2020-ში თუ 21-ში გახსნაზე გახდით და ძირითადად თავდაპირველი არის აქ გეოლოგიური წყობარხო როგორ არის აგებული აქ ქანები, გრანიტები, ბაზალტები ასე შემდეგ განამარხებული ფლორა ეს ზღვის ისინი რა ქვია ეს 40 მილიონი მეზოზოური ერის უფრო ძველი კიდე რა ვიცი პერიოდის დამარხები არის ეს ამონი ისინი რა სხვადასხვა ზღვის ნიჟარები და ასე შემდეგ და ну აი მცენარე აი გვიმრა არის განამარხები გვიმრის ფოთოლი არის ხო და გვიან პალეოზოური ხო ასე შემდეგ პერიოდები მოკლედ რეგიონის ძირითადად რაზე არის აწყობილი ეს მთელი ქანები და ну აი პირველი დარბაზი მაინც ეთმობა ყველაზე დიდ highlights ანუ tower hits ანუ ადამიანს ამიერკავკასიაში პირველ ადამიანს ევრაზიაში ჩვენთვის ნაცნობი როგორც მზია და ზეზვა თუმცა მზია და ზეზვა იყო თუ მზია და თეა ეგეც გასარკვევია მას შემდეგ რაც მეხუთე თავის ქალა სულ შეგახსენებთ რომ ხუთი თავის ქალა არის ნაპოვნი სხვადასხვა ასაკის ადამიანებისა ანუ ახალგაზრდა თინეიჯერიც არის ბებოც ყავს და ყავს დომინანტი ალფა მამრი აი ეს არის ალფა მამრი განსხვავებული სრულიად შესაბამისად აი ამ თავის ქალისა და მისი ყბის აღმოჩენის შემდეგ ალაპარაკდა საკმაოდ დიდი მეცნიერთა ჯგუფი რომ თმანიში ორი სახეობა ცხოვრობდა განსაკუთრებით როდესაც ჩვენ დანარჩენ ჩონჩხებსაც ვნახავთ თმანისის მუზეუმში ვნახავთ რომ ვიზუალურად საკმაოდ დიდი არის განსხვავება მათ შორის ყბებიც განსხვავებული აქვს თვითონ თავის ქალის ფორმაც ну ანთროპოლოგიურად განსხვავებული არის აი ეს მეხუთე თავის ქალა და თუმცა ну მეცნიერთა ძალიან დიდი ჯგუფიც იმ დასკვნამდე მივიდა რომ სექსუალური დიმორფიზმთან გვაქვს ну რაღაც კავშირი ესეთი მამრიდან დომინანტი მამრია და აი პავიანები ვისაც გინახავთ თბილისის ზოოპარკში ის ალფა ერთი დიდი მამრი რო არის გაბურძგნული და სხვანაირი მამრები სხვა მამრებიც არიან მაგრამ ეს რაღაცა განსხვავებული არის და შეიძლება რაღაცა ამასთან მქონდესო კავშირიო და ნუ მეორე ჯგუფი ამბობს არა ბატონო საერთოდ სხვა სახეობა არისო და სტატიაც გამოაქვეყნებს რომ ის ვითომ აი ეს უფრო არქაული ტიპია და ის შემდეგი დანარჩენი 4 არიან უფრო დანარჩენები უფრო გვიანი ტიპები არიან ნუ არა არიძლებიან მაგაშია საქმე და თუმცაღა ნუ რა არის საინტერესო ახლა ამ ადამიანებში რომ ტვინის მოცულობა 500
60-დან სადღაც 750 კუბურ სანტიმეტრამდე არის ვარიაცია და ყველაზე პატარა ეს და მაინც აი ამ ალფა მამს აქვს ხო ტვინი თუმცა ეს ყბები და მასიურობა ყბების და თვითონ თავის ქართლიანად ანუ სხვანაირია რა უფრო მასიური არის ეს სიგრძეც კი ნიკაპის უფრო გრძელი აქვს და კბილების წყობაც კი სხვანაირი აქვს თუმცა ცხოვრების პირობებში მიღებული ბევრი ტრამვა აქვს მათ შორის მძიმე ბლაგვის საგანი აქვს თავში ჩანარტყამი შეხორცებული რაც სტატიაც არის 20-ში გამოსული ანი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით რაც გვეუბნება რომ ამათ თან ისეთია რომ ცხოველისგან ვერ მიიღებდი ამ ტრამვას აშკარად ჰომინინებს შორის რაღაცა ეს ბიჭებმა რაღაცა ვერ გაიყვეს თუ არ ვიცი ბიჭმა და გოგომ რაღაცა და პლუს ყბა თუ დააკვირდებით ყბაც უფრო აქ შეიძლება კარგად არ ჩანს ყბა აქვს ამას მონჯღრეული ასე ვთქვათ ესე კუთხე აქვს როგორც ჩანს გვერდიდანაც რაღაცა ბლაგვის საგანი აქვს მოხვედრილი ან ნადირობის დროს ან დაპირისპირების დროს და ცვეთაც კი კბილების აი ესეთი დახრით არის ან თანაბარი ცვეთა არა აქვს და აი ესეთი საინტერესო მაგრამ ყველაზე დიდი ამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ყველას თავისი რაღაცა ისა აქვს ინტერესი ხოლმე არქეოლოგიაში და ჩემთვის პალეონთროპოლოგიის ჩემთვის ყველაზე დიდი ინტერესია როგორ გადარჩა აი ეს მართლა რეალური ზომებია ხო თავის ამისი ყოველ შემთხვევაში ეს აი ამათთან როგორ გადარჩა როდესაც გარემოში ამ პალეო გარემოში გვაქვს კარნივორების ძალიან დიდი რაოდენობით ყოფნა ანუ რის თქმა მინდა რომ 18% ყოველი 4 რაღაც მეხუთე ტიპი არის კარნივორი მტაცებელი თან ისეთი მტაცებელი ეხლა რო აღარ არიან ბევრი 4-5 ტიპის კატა არის მარტო დიდი დმანიში დაფიქსირებული და მგლები და ასე შემდეგ და საშიში გარემო მარტო მტაცებლებითაც არ ითქმის საშიშია გარემო სადაც სპილოები ცხოვრობენ დღევანდელ დღესაც კი სპილო ძალიან ბევრ ადამიანს იმაშვება რა ქვია არც მარტორქა და ასე შემდეგ საერთოდ ჰიპოპოტამი არის პირველი მკვლელი კიდევ კარგი ადრეულ პლეისტოცენში ჰიპოპოტამი არ არის და მიხარია რომ არ არის თორე მაშინ ძეგლი 1,200,000 წლით 1,100,000 წლით დათარიღდება და მერე ჩდებიან აქ არა სამაგერო აფთრები გვყავს და მოკლედ აი ესეთ და როგორ გადარჩა მოკლედ აი ამ გარემოში ეს არის ყველაზე დიდი კითხვა და ასევე თუ კი მინიშნებასაც მოგცემთ რომ აი დღევანდელ სავანაში სადაც ჩვენს უყველას ჩვენი ცოდნით ჩვენი გამოცდილებით ძალიან გაგვიჭირდება გადარჩენა არის 5% 4.5% არის კარნივორების მტაცებლების რაოდენობა ანუ 4-ჯერ კიდე დღევანდელზე მძიმე სურათი რო წარმოვიდგინოთ და ამ გარემოშია ეს არსებები ეს განვითარებული პრიმატების ჯგუფი როგორ გადარჩა ანუ ჩემთვის თავარი კითხვა ეს არის აი როგორ და მე როგორ მოახდინეს ადაპტაცია პირველ რიგში და მე უკვე საებოლოო ჯამში მოექცნენ სათავეში ხო ამ მთელი ანუ თავარი ტიპები მოკლედ ამ ბუნებაში ამბობს რა იარაღებია აი ეხლა გეტყვით რა იარაღებია აი მეტროსკულგელზე რო გითხარი კი ამაზე ბევრს გეტყვით ამაზე ვფიქრობ რომ მერეც გითხრათ თუმცა ერთი კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ძალიან ბევრი ყავს კიდე ეს გლები საერთოდ აი ხა 4-5 განმორჩილია განმორჩილი ეს კიდე ამ სურათში ცოტა დიდი ეგზემპლარია მგონი წარმოდგენა ძირთად აი ამაზე კიდე პატარებიც არის რა მეცილ მაგრამ ესეც ხო არ არის დიდი თანამედროვე მგელსო შეადაროთ საკმაოდ პატარა არის ეს ეტრუსკული მგელი და არის ძალიან ბევრი ეს გლები და უკვე რაღაც კითხვებს აჩენს მით უმეტეს ახლა ოროზმაში მთლიანი ვიპოვეთ იმაზე მოგიყვებით მთლიანი მგელი და რა კითხვებს აჩენს იმაზეც მოგიყვებით და თან ის საინტერესოა ის მგელი რომელიც ვიპოვეთ ართრიტიანი ესე იგი დაავადებული მგელი რომელიც ამდენხანი იცოცხლა თან რაღაც ადამიანებთან ახლოს და არ ვიცით რა მოშინაურების არ არის მოშინაურება თვითონ ისეთი სიტყვა არის მოშინაურება და ცოტა რომ გაკულტურებ მოგეთ ეს ცოტა სხვა თემა მაგრამ
საერთო კვები ჯაჭვში რო იყვნენ, ჩვენ ეგ ვიცით, ერთი კვებითი ჯაჭვი იყო. ადამიანი, რასაც ვერ დაამუშავებდა და გადაამუშავებდა, ეს გეოს შეეძლო რომ გადაემუშავებინა. რაღაცა ხო არ იყო ეს ჯგუფები, რაღაცა ერთად ხო არ გადაადგილდებოდნენ და რაღაცა ხომ არ იყო, აი უბრალოდ იცით რატო ჩვენ ვეძებთ ახლა გასაღებს როგორ გადარჩნენ, ანუ ადამიანი რომელსაც კლანჭებიც არ აქვს, კბილები არ აქვს, სირბილი არ შეუულია, ხეზეც ისეთი მაგარი ვერ არის, ახლა კატებია ესეთი. ანუ რა გადარჩენის უნარები აქვს და იქნებ კიდე ვიღაცა ამასთან ერთად რაღაც ჯგუფიც ვითა რაღაც პარტნიორი, რომელსაც მოგეთ ამის დარჩენი ამას ეს ჯგუფურის სახეობა შეიძლება მგლებმა ინადირონ და ადამიანს თავისუფლად შეუძლია გააგდოს მით უმეტეს ჩვენ ვიცით რომ ესენი კარგი მონადირეები არ იყვნენ ეს ადამიანები. შემგროვლობასთან ერთად ლეში ჭამელობას მისდევდნენ, ანუ რაღაცა ცხოველი რასაც იპოვდნენ, ან პატარა ცხოველს მოკლავდნენ, მაგრამ შუბი რა, ანუ არაფერზე არ არის საუბარი, არ შუბი არსებობს რაღაც ჯოხი, სავარაუდოდ და აუცილებლად ექნებათ ჯოხი, მოსაგერიებლად, რაღაც ჩასარტყმელად მოკლედ თავში და ქვები. ну რაღაც ალესილი პატარა ქვები და ანუ არც ხელცული არ არის ჯერ კიდე შექმნილი, ამაშია საქმე და შესაბამისად ყოველ შემთხვევაში რაღაც ცებს აი ეს გვაინტერესებს და თეორიით გამოვთქვავთ აზრებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს აქსიომა არის. ну კიდე აი მარტორქაც ნახეთ, რა ვიცი. შენ თვითონ რა აზრის გარ, რომ ეს სახეობა მამრის, ხო. სხვა ეპოქას განეკუთვნება თუ ერთი? მე მგონი ერთია. ну ყოველ შემთხვევაში გეოლოგია, ну ის ფენა გვეუბნება, რომ რაღაცა ერთთან გვაქვს საქმე და ერთი მამრი იყო და 4 მდედრი. არა, ამ შემთხვევაში ეს ჯგუფის რაღაცა, რაღაცა იქ ცხოვრები, თუ იქ განამარხებული რაღაცა პატარა ჯგუფის სახე ის არის, მაგრამ როგორც ჩანს, შეიძლება ერთი ის იყოს, საერთოდ აი ერთ კატასტროფაში, ერთ რაღაცაში მოყოლილი, ერთ დროს მოკლული ერთ-ერთ ჩონჩხზე ის არის, თუ გახსოვთ, რა ქვია, დიდი კატის კბილები არის ჰომოთერიუმის, სავარაუდოდ, ანუ თავის ქალაში აქა ესე ორი ის. იმან მოკლა, ყოველ შემთხვევაში თავს დაესხა და ხო, დანარჩენს ხო, ხო, ზუსტად აი რაღაცა ესეთი ესე ხშირად ხდებოდნენ მსხვერპლი განსაკუთრებით კიდე აი ამ აფთრების, რომლებიც ყველაფერს ბუნაგში მიათრევენ და აფთარი გვიყვარს, იმიტომ რომ მე აფთის ბუნაგს თუ მიაგენი, ყველაფერი ცულო და გულო შეაქვს და თან დიდი ნაწილები რა. ხო და ნუ მოგეთ აი ასეთი სიტუაციაა და მართლაც საინტერესოა როგორ გადარჩნენ და რა უნარები ქონდათ, ხო? და კიდე ეხლა ნუ ემპათია რო იყო, მაგას მტკიცებულება გვაქვს, და ყველაზე საინტერესო განვითარების მთავარი მამოძრავებელი არის ცნობის მოყარეობა, უნარი, რომელიც ჩვენ სახეობას გააჩნია და ეგეც ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. აი ამ ცნობის მოყარეობასაც ის მიზეზი ალბათ მამოძრავებელი ის აქვს, რომ სუსტი რო ხარ რაღაცნაირად გინდა რომ კომპენსირება მოახდინო და პირველი კომპენსატორი სწორედაც ეს იყო, ხო, ქვისი არაღი, ანუ ჭრელი პირი, კლანჭი, ხო, ჩვენი კლანჭის, არ ვიცი, ჭყალის გაგრძელება თუ ეშვის გაგრძელება, აი ეს არის ეს პრიმიტიული ოლდუაური ტიპის ქვისი არაღების, რაც ეძახიან, ანუ ოლდუაის ხეობა არის აფრიკაში, კაცობრიობის აკვანი, სახეობების ფაბრიკა მოკლედ და რეალურად რა არის, რომ აი ამ ქვას ურტყავ მეორე ქვას, აქ ხელჩაქუჩი არ არის ფაქტიურად წარმოდგი ძალიან ცუდი. აი ამ ქვას ურტყავ მეორე ქვას და საბოლოო ჯამში აი ესეთ რაღაცებს ატკიცავ, ანატკეცები ქვია ამათ და დანის წინაპარი, ანუ ჭრელი პირი აქვს, ამ ჭრელი პირით უკვე შენ შეგიძლია სხვადასხვა ოპერაცია. ქვა დების რიყის დინარის ქვები. მოგეთ ყველაფერს ამტვრევენ ზოგი მსხვილმარცვლიანია და აი ასე დაიმტვრევა და არაფერში ვერ გამოიყენებ, ზოგი წვრილმარცვლიანია და ასე დაიმტვრევა, აი მას უკვე ცულად გამოიყენებ, ჩოპერს და ჩოპინგ თულს ეძახიან, ჩოპერი, ანუ აი საჩეხი იარაღი, სწორედაც უძველეს პრიმიტიული და ნახეთ აი როგორი აი ძვლების გასატეხად რომ ძვლის ტვინი ამოვიღოთ, იმიტომ რომ ძვლის ტვინი არაჩვეულებრივი მინერალებით და ძალიან მდიდარი პროტეინებით და ცხიმებით და ნუ გენიალური რამეა რა. განსაკუთრებით აი
მე მგონი ტვინისთვისაც. აი ეს რომ რიყის აი ეს- სხვა არ არის უბრალოდ კი. ინსტრუმენტი ეს არის ჩაკუჩი სწორედ, ხელჩაკუჩი. აი ნახეთ, ამას უტყავდა დღეს ზედა აქვს დარტყმის სტიგმატები. აი უფრო ღია ფერის რაც არის ზედა მხარი, ეგ არის რომ ამას უტყავდა ამას, ხო, რომ დარტყმის სტიგმატებია და ანუ ამას დავარტყავ ამას და ატყდება ეს. ანუ აი ეს არის Coren flake technology, ანუ ბირთვისა და ანატკეცის ტექნოლოგიას ეძახიან უფრო მარტივად, უმარტივეს ტექნოლოგია და ყველას დიდი ხანი გაგრძელდა ეს old-wow-ური ტექნოლოგია. მილიონ წელზე მეტი გაგრძელდა, რაღაც 2.4-დან უკვე ჩდება და მილიონიდან ზოგიც 3.6 მილიონსაც ამბობს, არის კიდე ეს რამე ტარზე და სახელოს არაფერზე. არა, უბრალოდ აი ამით შენ შეგიძლია რომ ყესებში გადაჭრა, ტყავი გააძრო, ტყავს ჩვენ კბილებით ვერ ვაძრობთ და მოგეთ აი ეს არის ის პირველი ჩვენი სისუსტის მაკომპენსირებელი და გამაადამიანურებელი, რამაც საშუალება მოგცა რომ რაღაცა ცოტა მაღლა ავწეულიყავით ხო? კაც გარემოში სწორედაც დიახ თვიცილები და ცხიმები და პლუს მე ნუ ეს იარაღი უკვე უნივერსალური არის ვიქტორინოქსის დანა ასე ვთქვათ ყველაფერში შეგიძლია გამოიყენო ასევე რითი არის მარტივი რომ არ არის საჭირო ჯიბით ატარო ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია შენ თვითონ გაამზადო და ნახეთ აი ტექნოლოგიური განვითარება აქ არაჩვეულებრივად არის ნაჩვენები იმიტომ რომ ეს უკვე ადგილობრივი ესეც ადგილობრივი ძეგლი არის ფინავერას ეძახიან და ესეთი არის დენიელ ადლერი ჩვენი კოლეგა და მეც მასთან ერთად წავიმუშავე ამ ძეგლზე ეს უკვე ნეანდერტალელების იარაღი არის ნახეთ როგორი შუბისპირებია უკვე ეს უკვე სულ სხვა დონეა პირველ რიგში აქ თუ არ არჩევენ ნედლ მასალას ანუ ყველაფერს ამტურებენ და რაც გამოვა კარგი გამოვა რაც არ გამოვა ამათ იციან კარგი ნედლი მასალა ამათ იციან ტუფი თვისებები რომ არაფერ ჩვეულებრივი გრძელი ზომის და ესენი უფრო მომგვალებული მოკლე იარაღებია და ესენი უკვე განვითარებული აქ უფრო ბევრი ოპერაცია არის გაკეთებული ანუ უყურეთ ამ შემთხვევაში მხოლოდ ტვინის ნეირო აი მაგალითად ცალი მხარეს საკმარისია რომ იფუნქციონიროს ანუ ტვინის ამიტომ რომ ესეთ გზგავსი კვლევაც ჩაატარეს ჩვენმა კოლეგებმა არ ვიცი მე იმ ზომს რა ქვია ეს თავის ქალაზე რო ამაგრები და რომელი ნახევარსფეროა გაღიზიანებული იმას რო აჩვენებს სიგნალები როგორ მიმოიცვლება ხო რას ეძახიან ამ სკანერს იური რას ეძახიან აი თავის იმას ოსცილოგრაფის თავი იმას რო აი რომელი ნახევარსფეროა ამ დროს გაღიზიან რა მუშაობს ხო ენცეფალოგრამის ხო და მსგავსად ამ ერთ-ერთ მარკერებმა დაიწყო იარაღების დამზადება პირველ რიგში ამზადებდა იარაღებს ძალიან მარტივებს ანუ რომელსაც დიდი ფიქრი და ის არ ჭირდება და მეორე რიგში აქ უკვე შენ ფორმა გაქვს ტვინში წარმოდგენილი და უკვე დიზაინი შენ გაქვს და მიყვები რო გააკეთო და აქ არ გაქვს შესაბამისად აქ უკვე ხო შესაბამისად ეს ძველია ეპოქა ეს 200,000 წლის არის თუ 190 დაახლოებით დათარიღებულია ეს უკვე სხვა სახეობაა ნეანდერტალელები ეს ყველაზე მაგარი მონადირეები და ნახეთ აქ უკვე და აჯერ აი სამკუთხედი რომ მიიღო ძალიან ბევრი პრეოპერაცია უნდა გაამზადო და მე საბოლოოდ ერთი დარტყმით იღებ ამას და მე ამას კიდე რეტუშებს ანუ ლესავ აი კბილები ნახეთ როგორ დაკბილული არის რომ მე ეს თუ გაცვდება კიდე და კიდე დაკბილავ და ნუ შეამცირებ ზის და იმას აკეთებს წვრილად პატარა იმას ხო ამას აი პრესის ტექნიკით და თან უკვე ძვალსაც იყენებს და ამ შემდეგ და შესაბამისად უკვე ძალიან კარგად არის წარმოდგენილი როგორ ვითარდება ეს იარაღები და თან ქვისხანა არის ჩვენი ცხოვრების ისტორიის 99.9% ანუ ეხლა წარმოგიდგენთ 2 მილიონი თუ 3 მილიონი წელი ქვისხანა და სულ 10,000 წელიც არ არის რაც ადამიანი 10-ც არა რა ის 10 რაღაცა 6-7 აი კალკულით ხო ნუ აი ბრინჯაომდე კიდე აი ის რო იპოვა რა ქვია სპილენძის ხანა რო ვთქვათ რომ ადგა და მეტალის რაღაც თვისებები გაიგო და ამითი დაიწყო დამზადება და მოგეთ აი ჩანს და ეს ტიპები უკვე ბევრად ამათ უკვე ძალიან დიდი ტვინი აქვს ნეანდერტალელებს ჩვენზე დიდი ტვინიც ჰქონდათ მაგრამ ეს არ ნიშნავს ზომით ხო და ძალიან მაგრებით ბევრი ტექნოლოგია ჩვენამდეც აღმოაჩინეს ცეცხლს არაჩვეულებრივად აკონტროლებდნენ იცმევდნენ
რაღაც ნაკაწრებსაც აკეთებენ და ჯგუფები თავის რაღაცა სიმბოლოებსაც თითქოს საუბარი ამაზეც მედის. თითები არ არის, მაგრამ რაღაცა ეს ნაკაწრები არის და აი ოხრას ხმარობენ, ნახშირს ხმარობენ, ძირთად ეს ორი საღებავია და რაღაცა თითქოს აი ბიჭუთ ისინი ჯუველერი, ანუ სამკაულებიც უკვე ნეანდერტალელებთანაც ჩდება და ფარაონები დაკრძალვის მომენტის. კი. შანიდარზეც მაგას ამბობენ და მოგეთ ძალიან საინტერესოა. ქვევრში დაკრძალვა უკვე გვიანია. გვიანია, ხო. ეს უკვე როცა ადამიანი იწყებს ამ ჭურჭლის დამზადებას. როცა ამბობენ, რომ ძველი მეგრელები და აფხაზები ხეზე კიდევდნენ. ხა კოლხების ეს რიტუალი რო არის, ხო? ყავში. ხარისთან. ნეანდერტალი და ის რაი რაღაცა უნდა მოხდა ერთმანეთში გავა. აი ხა ნეანდერტალები ხო პირველად ხო რა ძალიან საინტერესოა. ეხლა რაც შეეხება გადავიდეთ ეპოქიდან ეპოქაში ძალიან შორს. ჰომო ერექტუს მერე კიდე ბევრი რაღაცა იყო, მაგრამ აი საპიენს ჩვენი უშუალო წინაპარი შავი ფერის აფრიკიდან ამოდის და 90000 წლის წინ ის უკვე მცირე აზია, ანუ Middle East ახლო აღმოსავლეთში არის. ქაფზეჰის ესეთი გამოქვაბული არის და თითქოს ევრაზიაში ცდილობს შემოსვლას, მაგრამ ხდება ის ფეხს ვერ იყიდებს და უკან მიდიან ან მარცხდებიან, როგორც ჩანს, იმიტომ რომ დახვდნენ ევრაზიაში ეს ნეანდერტალელები დიდი ესეთი ფაქტობრივად ყველგან იყვნენ ეს ნეანდერტალელები, ახლო აღმოსავლეთშიც გვხვდებიან, აფრიკაში არ არიან, შეგუებული არჩევები და საუკეთესო, ფიზიკურად ერთ-ერთზე შანსი არ ქონდა. აი დღევანდელი აი ეს კურტანიძე, აი ეგეთი რაღაც ოლიმპიური მოჭიდავე რო წარმოიდგინო, რაღაცა მართლა ეგეთი. ხო, რაღაცა ის სხვანაირი ძვლები აქვს, ჩასხმული, ეს ისიც კიდე თვითონ ძვლები სქელი აქვს, აი რაღაცა გატეხვის მოგეთ შანსი რო არ გვაქვს და მე უკვე ბოლოს ახლა ბოლო ისა რაღაცა 42-46000 წლის წინ მეორე ჯგუფი უკვე ახდენს შემოსვლას, თუმცა აი არაბეთის ნახევარკუნძულზე რაღაცა 80000 წლის წინ არ ვიცით სად ბაბელმადენი და ღვიმი ანუ სადღაც აი მე მგონი ეთიოპიასა და იმას შორის ხო ლევა ხო აი სადღაც მანდიდან თითქოს მაგრამ ძალიან ღრმა არის გადაცურესა როგორც ჩანს ისრაელის ტერიტორიაზე პოულობენ და ისრაელში და იქითაც ხო ესე გადიდა ყოველ შემთხვევაში 46-47 რაღაცა ესე საპიენსი 44 შემოდის ევროპაში და უკვე ჯვარდება კიდეც ამათთან რაღაც ჩვენ კოკეიჟენ ვინც ვართ დაახლოებით 1-2%-ს ვატარებთ ამ ნეანდერტალის გენომს და შეიძლება პიგმენტაციაზეც აისახა ეს და მოგეთ ეს საბოლოო ჯამში ეს საპიენსი ამ ყველა სახეობებს ამ დროს 4-5 სახეობა ცხოვრობს. არის ხო კიდე აზიაში დენისოვიელი ყავს ნეანდერტალის ნათესავი ძალიან გავს ფაქტიურად ნეანდერტალელს გენეტიკურადაც გავს თან ჩვენ ახლა საერთოდ იმაში გენეტიკა ძალიან ღრმად ვერ ჩადის ჯერჯერობით რაღაცა მე მგონი 100,000 სადღაც ხო ყოველ შემთხვევაში დენისოვში ჩვენ ძალიან გავიღიმო ბედმა ეს პატარტიტის ნატეხი და გარემო სიცივე ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიცივე იყოს იმიტომ რომ ახლა ancient DNA-ს რომ მეძახიან ძველ DNM-ს და იმაში აი ქანში გაშლილ სედიმენტში გაშლილ DNM-ს გრენლანდიაში 2 მილიონი წლის ამოიღეს იმიტომ რომ სიცივე შეუძლია რომ ეს ის ახალი მეთოდი არის შეიძლება თვითონ ზოლში არ იყოს და იყოს გარემოში ხო აი მაგალითად კი ახლა ჩვენ მაგათთან ვიწყებთ რაღაცას აი ნახოთ ჯერ ახლა იზოტოპებზე ვმუშაობთ კარბონ-ოქსიჯენ იზოტოპებზე კბილებში და კიდე ერთს ვამუშავებთ რაღაც ბიოლოგიური რაღაც მოლეკულების არსებობაზე არა ბიოლოგიური და ბიოლოგიური იზოტოპი რაღაცა არ ვიცი რაღაცა მითხრეს არ ვიცი ჩემგან ძალიან შორს არის თუმცა ვცდით და დენისოველების აქ არსებობა გასტურდა დენისოველები საქართველოში მაინც ჩვენ ამათგან არ ვიცი არაფერი არ გვიღია მაგრამ აი ეს აღმოსავლეთ აზია ძირთადად მაგრამ მათაც აქვთ მათი უკვე დენისოველი ჩვენ რო ნეანდერტალი გვაქვს იმათ დენისოველი
დიახ და კიდე არის ეს ჰობიტები ცალკე ეს იავაში საერთოდ მეტრა 20 მეტრა ფლორენსისი ეს უცირესი ადამიანები კაცუნები ესენიც გადაშენდნენ და ამ დროს ისევ აფრიკაში კიდე არის რაღაცა ელექტროსები ჯგუფი ანუ ერთდროულად დედამიწაზე 5-6 ანუ ჩვენ რაც ვიცით მაგრამ შეიძლება 50 ჯგუფი ცხოვრობდა ანუ რასაც პოულობთ უბრალოდ ჩვენ იმას აღწერთ და აი რა ხდება რომ ეს მონადირე შემგროვებლობას ადამიანი უკვე თავს ანებებს ყოველ შემთხვევაში ზოგან ადრე ზოგან გვიან ჩრდილოეთ ევროპაში ეს უფრო შედარებით გვიან მოხდა ნეოლითი აი ბრინჯაოზე გადასვლა გვიან მოხდა ჯერ ბრინჯაოს რა უთხარი და უпростоრად ნეოლითიური რევოლუცია ჩვენზე ადრე რა თქმა უნდა ხდება უფრო სამხრეთით აი მესოპოტამიაში ისრაელის დღევანდელი ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე კიდევ უფრო იორდანიის ტერიტორიაზე იერიქონი ასე მოგეთ 9-1000 წლის წინ უკვე ხდება ეს ნეოლითური რევოლუცია სადღაც ჩინეთშიც რაღაცა ესეთი სხვანაირად ხდება აშკარად საკმაოდ შორს არის და გოდბექლი თეფე ამ დროს რომელიც სინამდვილეში არის მონადირე შემგროვებლების საზოგადოება რაღაც კულტის ანუ ფერმერები არ არიან დამსხდარი ხალხი არ არის აშკარად არიან მონადირე შემგროვებლები ერთი მოშინაურებული ცხოველი ზვალი იქ არ არის აღმოჩენილი ხო არის არიან მონადირე შემგროვებლები რაღაც კულტის ძალაუფლების წინაშე შეკრებილი ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთ პირამიდული საზოგადოება როგორც ჩანს და რაღაც დროს სადღაც მიდიან ამ რაღაცა გიგანტურ იმებს აშენებენ რაღაცებს აკეთებენ და ამ დროს არიან მონადირე შემგროვებლები ანუ არ არის ეს ანუ ეგ არ არის ნეოლითი ხო რა ანუ არ არის აი ესენი არ არიან ანუ აი ხორბალს არ ფქვავენ და რაღაც ცხოვრები არ ყავთ ადგილზე დამკვიდრებულები არიან მაგრამ ან არიან ან მიდიან და მოდიან და მე აქ მოდიან ანუ წმინდა ადგილი რაღაცა ის არის ყოველ შემთხვევაში შის შეწირული რაც არის ისიც ნანადირები არის ანუ ყველაფერი ანუ ბარელიეფებია ხო ანუ შესაბამისად აი ეს ძალიან უცნაური რაღაცაა ანუ ესე გადაჭრით ყველაფერზე ვერ ვიტყვი და მე უკვე ეს ჩდება ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ახლო აღმოსავლეთში ეს ნეოლითური დასახლებები სახლები ეს ზოგან ოთხკუთხედია ყველა მრგვალი არ არის როგორც ჩვენთან არის და ჩვენთან კი ეს ყველაფერი სადღაცა 8000 წლის წინ მე-6000 წელში იწყება ანუ იქ თუ მე-9000 წელში დაიწყო ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ასე იწყება მთელ ამიერკავკასიაში და ეს არის ხო მესოპოტამია ნუ აი ხო რა მოგეთ ეს ნაყოფიერი ნახევარმთვარე ძირითადად თლიანი ხო და ჩვენსა ჩრდილოეთით ვართ ახლოს ვართ რა ნუ ჩვენ ვართ საზღვარი მე უკვე გვაქვს დიდი კედელი ველურ ხალხთან და აი ეს არის სწორედ ის ნეოლითიური სახლები ალიზი აი ესეთი ალიზის აგურებს აკეთებენ ცივად გადაზელენი თიხა დიახ ეს ძულებისგან დამზადებული იარაღები არის თოხები საჩიჩქნებია ეს პირდაპირ ცელი არის ეს ფიგურები არის ეს მოგონი ცხრის ძულებია ეს რა ქვია სახეხი არის და ოფსიდიანია კი ამას ახლა უფრო ბევრი აქეთ არის და ამიტომ გაჩვენებდი და გამოგეყვანეთ აქ რომ ჩვეულებრივად მოგეთ მეტალი ამათ არ აქვს შესაბამისად არის ქვა და ძვალი და ყველაფერი არის ეს უკვე ამათ უკვე იციან რომ ყველაზე კარგი და ბასრი და საუკეთესო მასალა არის ოფსიდიანი დღესაც კი ოფსიდიანია ვულკანური შუშა კი მოიხმარდა და თანაც შორსაც დადიან კი ეს რაფერი ეს არის ეს თვითონ ნეოლითური ეს არის ეს 8000 წლის წინ დამზადებული თუმცა საიდანაც არის მოტანილი ვიცით ხო ჭიქიანიდან სავარაუდოდ და უკვე რამხელა მანძილებზე დადიან ამას საერთოდ ვინც აკონტროლებს ამის აი ამის წყაროს ის არის ძალიან მაგარი და სავარაუდოდ რაღაც ჯგუფი ყოველთვის ამას ვაჭრებიან ხო და პირველი გაცვლა გამოცვლაც აი საუკეთესო ამითი აი მხელა ამ ქვას რო წაიღებ აი წარმოიდგინეთ რამდენი შეგიძლიათ დაამზადოთ ეს რა იარაღებია ეს არის ჩვეულებრივი საჭრელები დანები წარმოიდგინეთ ეს მოიპოვება ოფსიდიანი არის ჭიქიანზე და იმაში სამხრეთ საქართველოში არის სავსე ანუ ეს ყველგან არის
არა, ყველგან არ არის. იქ არის და დმანისთანაც არის ერთი ახლოს. ჭიქიანი და არის თეთრი და არის აი ეს შულაველის კარზე ეს არა, შულავ ჭიქიანის ფარავანთან. ჭიქიანის და იქიდან არის და კიდე აქაც არის რაღაც მე როგორც ვნახე გარუ იმან მითხრა ჩვენმა გეოლოგმა ახლოს ჩვენთანაც სადღაც დმანიში არის, იმიტომ რომ სავსეა და პატარ-პატარა ეს იქ ვულკანურია რა ეს. ეს არის ძალიან მალე გაციებული და ადვილი დასამუშავებელია? ძალიან ჭრელია, ხელებს ჭრის, თუმცა ადვილი დასამუშავებელია. იმაზე საუბარი რომ ქირურგიაში უნდათ ამისგან დამზადებული არადების გამოყენება, რატომ? იმიტომ რომ როდესაც კანს ჭრი, თქვა რაღაცას ჭრი, რაც უფრო სუფთაა განაჭრელი. ანუ რაც უფრო ადვილად ხორცდება. უფრო ადვილად ხორცდება და მის იარების გარეშე ხორცდება. მე არ ვიცი როგორ აი მე მაქვს აი აქ ორი ზოლი, არ ვიცი ახლა ამ შუბზე თუ ჩანს, აი ესე დიდი ზოლი. ვამზადებდით პირდაპირ ეთერში და აი ესე ავიღე მთელი CD რაღაც ერთ ცნობილი ამერიკელი ქრისტიანის დავზადე, ავიღე ეს ხელში და დამავიდა, ნუ დავიბენ და აი ეს ძვლამდე მქონდა ჩაჭ. ანუ ეს არის ესეთი ბასრი რომ აი არ ვიცი, მე მგონი ოფთალმოლოგიაში არ ვიცი, თითქოსო რაღაცას იყენებენო აი ეს იმის გასაჭრელად. ეს სპეციალური მისემული ფორმა აქვს ზოგი. დიახ, აი ნახეთ, აი ეს არის ნახეთ აი ეს არის ბირთვი და აი ამას ურტყავდა, აი ამაზე არის ზუსტად ის ნაკვალები, ეს ნეგატივები, რაც ანუ აქედან არის ატკეჩილი ესენი. აჰა, ხვდებით? ანუ ეს და შესაბამისად აი ესეთი ზომა ამას უკვე ტექნოლოგია ჭირდება განსხვავებული ამას შეიძლება ეხლა მითი აკეთებდნენ ისინი ამას უკვე სხვა ქვა უნდა ჩაარტყან ძვალი შეიძლება ირმის რქის აი ბოლო არის ჩაქუჩივით და გააჩნია ძალიან ბევრი რაღაცა ზოგზე კი წნეხვის მეთოდით არის რაღაცნაირად რომ დააწვე და ცოტა კუთხე შეუცვალო და ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის აი ეს ამის ტვერი მე ამოდის და სულ გელექება და აი ეს არის აი წარმოიდგინეთ ბარების და თოხების წინაპრები აი ჩვეულებრივი და მიწის დასამუშავებლად აი ნახრეტებიც აქვს ხო და ჩვეულებრივი ბეჭის ძვლები არის ხო აბა დიახ ანუ ეს არის კი, აი ნახეთ ეს გაპრიალებული არის ეს ძვლებიც, აი რაღაცა თავის კოვზად შეიძლება დაახლოებით კოვზის, მაგრამ აი ეს სადგისებია პირდაპირ, ბად კი არა. თავის გასახრეტად და აი რავი, სავარცხი, აი რავი, რაც გინდა, გასაჩეჩი იმისი მატყლის. ეხლა რაც შეეხება ტანსაცმელს, ბოლო აღმოჩენებით 27000 წლის წინ უკვე სელის ქსოვილი სიწმევის ადამიანი და რომელ წელს რა? 27000 წლის წინ. ესე იგი 4 მღვიმეში, ბონდის მღვიმეში, ძუძუანას მღვიმეში, კი ბატონო და კიდე აი იმასთან ცუცხვაჩიც აღმოჩნდა ერთ პერიოდის ძაფის, დართული ძაფი და იქ საერთოდ სადღაც ერთ-ერთ მღვიმეში საერთოდ ლურჯად იყო, ცისფრად იყო შეღებილი. მახსოვს ეგ რა ქვია, მესხეთში, ახალციხის მუზეუმში ნაჭერი, რომელიც ასევე ძალიან სელის. კი. არა, ნუ ეს ნაჭერი არ მოგეთ ტყავი დიდი ხანად ჩვენ რო გვეგონა რომ ტყავი გვეცვა, თქვა ტყავი არ გვეცვა. ხო, ნუ აი როგორი ნივთები არის, ეხლა 8000 წლის ნივთებია, არა ჩვეულებრივად არის დამუშავებული. ეს უკვე გაპრიალების სპეციალისტი, ეს არის ჩვეულებრივი ძვლისგან. ჯერ შეხედეთ. ხო. აი ეს ნახეთ უკვე ჩაქუჩება შეიძლება გამოიყა. აი ზუსტად ირმის რქის ბოლოებია. ესენი არის ძალიან მაგარი. არის ვერ გატეხავ და ამას ტარსუ გავუკეთებ უკვე ეს ჩაქუჩია რა და თოხია და ეს არის უხეში რო რაღაცა გააფუჭო და ანუ ეს უკვე ტარის თან გაცვეთილიც არის. აი ნახეთ აი ტარს გაუყრი და უკვე ის არის. ანუ ფაქტიურად ძალიან მარტივად რაც ქონათ ხელმისაწვდომი მას ყველაფერს ამუშავებდნენ. აი ეს უკვე გაპრიალებული არაღებია. აი იქ თუ ამტრევს, აქ უკვე პოლირების მეთოდით აკეთებს სულისპირებს, რაც ნახეთ აი როგორ არის გაპრიალებულები. და მე ეს სულში ჩასმულებია და ნუ მთელ ევროპაშიც არის ეს გავსი. ნუ აი რა დანიშნულების იყო ეხლა ამას მიწის ნაყოფიერებლად სავარაუდოდ უფრო გამოიყენებ. ამით ეხლა იმას ხეს ვერ გაჭრი, ხო? ისეთი გალესილი არ არის. მიწას მოჩეჩქნი, ხო? აგერ ესეც აქვს, რა ქვია, ორნამენტიც აქვს. ორნამენტებიც აქვს. აი ზოლები. არანაირი უტილიტარული ის არ აქვს მაგ ხაზებს.
ხო არის. მოგეთ ძალიან საინტერესო კულტურა და თან ეხლა ძალიან ლამაზი კერამიკული ისინი აქვს. აი ეს არის ესეთი როგორ ლამაზი. აი უყურე რაღაცა დანიშნულ ეხლა ყოველ შემთხვევაში თუ გაკეთებ მე ძალიან არ მიყვარს როცა რაღაც შაბლონურად ჩვენ არ ვიცით აი ჩაქუჩი მოგეთ ჩაქუჩი არის იყენებ ლურსმნის დასჭედებლადაც მაგრამ შეიძლება გამოიყენო კაკლის სატეხათაც ხა და როდესაც ამბობ რომ აი ეს არის ზუსტად იმის დასაჭედი არ არის სწორი რა ეს შენთვის არის ესე შეიძლება საერთოდ არ გამოუყენებია იმას ლურსმნის დასჭედებლად და თავში ურტყავდა რა ვიცი ომში ხო ასე რომ ამიტომ ამაზე ვინმე თუ გადაჭრით თუ იტყვის იმ შემთხვევაში შეგვიძლია იტყვი თქვას რომ თუ აქ გაკეთდა ანალიზი ამისი მიკრო ესე იგი ტრასეოლოგიური ანალიზი რომელიც გვეტყვის რომ კონკრეტულად რისთვის იყო გამოყენებული იმიტომ რომ ყველა სამუშაო ტოვებს თავის კვალ სპეციფიკურს და ეს ძულებია ეს არის ეს სულ ცხოველის ძულები არის ეს არის ქვები უკვე რიყის ქვები რომელიც არის გაპრიალებული ნახეთ აი ეს ბუნებრივად ასეთი არ არის ეს ამას უსმევენ უფრო ხორკლიან ქვაზე და ლესავენ და მე უკვე ეს ჯდება უკვე ხის ტარში აი კონკრეტულად ასეთი მაგალითი გერმანიაში არის შემორჩენილი როგორ არის ჩასმული აი ასეთი ქვა პირდაპირ ხიანად არის ხო იმიტომ რომ იქ რაღაცა ტორფშია სავარაუდოდ ან რაღაც ესეთ გარემოში და ხო და არაჩვეულებრივად ინახება ესენი სახეხები სანაყი ქვები აი ზედვე აქვს ის სტიგმატები გამოყენების რაღაც გასწორებული და აი ეს კი არის ის ჭურჭელი ყველაზე ჩვენთვის საყვარელი მოგეთ თავისი ვაზის გამოსახულებით აი ვაზის გამოსახულებით ეს არის აღდგენილი ასეთი არის ძალიან ბევრი და ამ გობებში პოულობენ ძირთად ბოლოს 2016 წელს რაც გამოიცა პუბლიკაცია მნიშვნელოვანი Nature-ის თუ Science-ის რომ ნუ ღვინის დადასტურების შესახებ იმიტომ რომ წითელი ღვინის მაგდიახ წითელი ღვინის მჟავა აღმოჩნდა კედელზე ნუ აი ასეთში რა ხა ზუსტად ამის ძირში და აი სამადლოს ქვევრში კიდე ხო მან ყოველ შემთხვევაში მოგეთ იქ ბევრ ადგილზე არის და თან ვიტის ვინიფერა არის უკვე ეს არის მოშინაურებული აი რაჯიშია ვერ გავი არ ვიცი მაგრამ წითელი ყოფილა არის ემაგებს განახებთ და ეს არის საფქვავები როგორც მარცვლოვანებისთვის ასევე ბალახებისთვის სხვა ტიპი ნიგზისთვისაც ყველაფერს ანუ ნიგოს მშვენივრად მოიყვარს ეს ხალხი მაგის თქმაც რისთვის იყო გამოყენებული ფუნქციური კონკრეტული პალინოლოგიური ანალიზით შეიძლება იმიტომ რომ ეს პატარ-პატარა ნაცვლეტები ინახავენ შეგიძლია კრახმალსაც შეინახავს ანუ რასაც გამოიყენებ მოკლედ ის შეინახება და მე ძალიან მარტივად შეგვიძლია გაგება და ამიტომ ამას ბოლომდე არასუფთავებდნენ ხოლმე ეს მიდის პირდაპირ ლაბორატორიაში აიფხიკება შეისწავლება და მე შეგვიძლია გარეცხო თუ გინდა მაგრამ თუ გინდა არც გარეცხო რა ასეთი სხვაობა არის რამდენი წელი აშორებს ამის იმის არა ეს ერთი პერიოდი და ხო მაგრამ იმასაც გეტყვი რომ ეს ხალხი ერჩვენერ წელს დაკრა ფეხი და წავიდა ეს ნეოლითი არის შულავერი შემთხვევით აი ბევრინა გორა ნასახლარები არ ვიცი 100 200 არ ბევრია რა ისა დადიხარ და ხედავ ბევრი არც არის აღწერილი ანუ ეს ხალხი ისე ეს არის რო გაქრა იორი ვინის წარმოებლებს წავიდნენ წავიდეთ ნუ ყოველ შემთხვევაში ქრება ეს ხალხი და მე უკვე ენეოლის სხვა კულტურის ხალხი ჩდება და აი ნახეთ აი ეს არის ამათი საუკეთესო ნიმუშები ხელოვნებაც არაბიჭოს ნახეთ როგორი ნახე უკვე ძვლებისგან როგორ რაღაც ფორმეს ტესტლებია ესე იგი კი ბატონო ეგ იგივე შულავერის ჩომუნთები არის აი ნახეთ 6000 5400 წელი ანუ ამისი თარიღები არის ძალიან კარგი და ეხლა C14 დათარიღებს ესე იგი აქ უკვე ხდება ეს არაფერი რაღაც აი ეს ვენერა ხო არა პატარა ვენერუშკასაც არის კერპის კი ანუ ეს კულტი ანუ რაღაც დედის და ყველაფრის და მამის და კაცის კულტები ხო რაც ჩვენთან სამწუხაროდ პალეოლითურები დიდად არ გაგვიმართლა მე მოგვიანოთ გვაქვს მაგრამ აი ეს არის ნახეთ მე ძალიან მომწონს აი ეს
კონკრეტულად ეს ქვევრი, აქ ერთი ქვევრი არ არის, ეს არის 100 სხვადასხვა ნატეხისგან, სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხებისგან აწყობილი ერთი ქვევრი, რომ წარმოიდგინეთ რა ტიპის ესე იგი, რა ქვია, მორთულო დეკორს უკეთებდნენ ამ ქვევრებს, ანუ ესეთი უხეში ნატეხები თუ შეგხვდებათ ამ ახლო ტერიტორიაზე ძალიან უხეში და ყველა პერიოდს თავისი დამახასიათებელი კერამიკა აქვს და ნახეთ კიდე რას გვეუბნება ეს ძირი რომ ჭილობს ზეიდო ეს დაწნულ ოი რას ამბობ ხო არა ანუ და ეს როცა ამზადებდნენ სანამ გამოწვავდნენ აი იმაზე იდო ყოველ შემთხვევაში აი პრინტი არის ანაბეჭდი არის ხო და ნახეთ აი როგორი იყო ან კალათაზე ნუ რაღაცაზე იყო ხა ისეთზე რა ფაქტია რაღაც და აი ამას თუ დაინახავთ ჩათვალეთ ნეოლითური მასთან ხართ და ობსიდიანები ეყრება იქვე ისეთი ძვლები იქნება ნუ ეხლა ნეოლითი რატომ წარმოვიდგენია რომ მაინც რაღაც ისეთი და სასწაული ანუ მე დეკორი ანუ დიდათ ანუ ჩვენი კოგნიტიური უნარებით უკვე ეს ნეოლითელი ადამიანი ჩვენგან მე არ მგონია რომ დიდათ განსხვავდებოდა თან მით უმეტეს ეხლა როდესაც უკვე დამწერლობა იქნება და უკვე ჩვენ ვიგებთ რას ფიქრობს ადამიანი და როგორ ფიქრობს და რავი პლატონი არისტოტელი და ნუ მაგდროს რაღაცა ეჭვი რომ 2000 წლის წინ თუ 4000 წლის წინ ანუ რა ვიცი იქაური მე ჩემი არ ვიცი ეხლა იმაში ნეირომეცნიერი აქ აკავს მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ბავშვი რომ გავყინოთ ეს ბავშვი რომ გამოვადოთ ჩემ შვილთან ერთად კარგად ისწავლის სკოლაში შეიძლება ხო ანუ აუცილებლად ისწავლის ხო რა ანუ დიდათ არ არის შეცვლილია ეს ჩვენი ესენი რა უბრალოდ ტექნოლოგია შეიცვალა და რაღაცა უფრო გავზარმაცდით ხო ეს ამოტვიფრულები თუ არის შესწავლილი და თუ არ რაღაცა მიკუთვნებული რაღაცას. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის რაღაცის სიმბოლო არის, ან ფალოსის, ან ყურძნის, ან ნახეთ აი ეს რაღაცა, ან რაღაცის და რა თქმა უნდა ამას წერენ, ვინც მუშაობს. მე ამ პერიოდზე 1-2 მაქვს დამუშავე, ეს არ არის ჩემი ესა ხო მიმართულება, თუმცა რაც აუცილებელია, ვიცით რომ მიმუშავია, მე მითხრია, მე მიყვარს ყველა პერიოდში მივდივარ ხოლმე და ვთხოვ რომ მამუშაონ და ნუ აი ეს კიდე ნახეთ სახეხია ეს ქვები მაგალითად როგორც სანაყები და ასე შემდეგ სახეხები გაპრიალებულიც არის და ხმარების კვალიც ეთყობა და უცბად აი უკვე ქალკოლითი აი ეს უკვე პერიოდი რასაც კიდე ენეოლითსაც რომ ეძახიან ანუ სპილენძი აგერ ხო პირდაპირ ნახეთ იმაში პირდაპირ ადნობს ყალიბი და ძალიან მარტივად მოკლედ ხდება გამოდნობა და მე უკვე ბრინჯაო უკვე რთული არის უფრო ხო დარიშხან შეიცავს და შემდეგ და რასაც მიხო აბრამიშვილი ამბობს უკვე ამ დროს უკვე ფაქტიურად არის ეს გზა ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზა უკვე ავღანეთიდან მოდის დარიშხანი ყალას საიდანღაც თუ ყალა არ ვიცი ბრინჯაო თქვა ის სპილენძი ადგილობრივი და ანუ მოგეთ ვერ აწარმოებ ბრინჯაოს თუ არა გაქვს აი ეს ვაჭრობა და თან შორეული ახლა ავღანეთში მე მგონი 3000 კილომეტრი არის ხო მე რა თქმა უნდა დიდი ჯგუფების გადაადგილებები იყო ის არ ვიცი ახლა ბოლო ძალიან რომ მოუხშირეს ამ გენეტიკურ კვლევებს ინდის ხეობა ინდივალეის civilizations რო ეძახიან იქაც არის რაღაც კავკასიური ჯგუფები ჩასული აქედან მოგეთ ანუ დასავლეთ ევროპაშიც არის წასული ჯგუფები იქაც არის წამოსული მოგეთ ცოტა ჯერჯერობით ადგილებას ესე მიყვირს ძალიან კარგად ჩვენივრად და ეხა არის ყველაზე საინტერესო ანუ ერთ-ერთი ამ რეგიონის წინვალება რაც აღარ არსებობს საღდრისი არის ეს თელი დარბაზი და ეს არის მადანი ოქროშემცველი მადანი კვარციტები ძირთადად მე როგორც ვიცი და კვარცთან ერთად და ნახეთ ეს არის ზუსტად გერმანელები აქ მუშაობდა გერმანული უნივერსიტეტი ძალიან მაგარი და აი ხა კონკრეტულად აი ეს ქვები ვიპოვეს ძალიან ბევრი გვირაბებში ეს არის ჩაქუჩები და აი ესეთი ამოჭრილები რაც აქვთ ეს არტეფაქტებია ნამდვილი აი ზუსტად აღადგინეს ამის მიხედვით გაუკეთეს ჩაქუჩები ნუ და იმიტომ რომ აი ხა იყო ისა პოლირება რა გაკეთებული და ეხლა რა ხდება სამთო მოპოვება როგორ ხდება პირველ რიგში ვაცხელებთ ქანს ანუ ეს არის ოქროს შემცველი მადანი მადნის ეს არის მუხა
დავაყრით მუხას ავანთებს ცეცხლს, გაცხელდება კედელი, მე ამას ასხავთ ცივ წყალს. სკდება ეს. და იმას დამსკვდარს იღებ და უკვე გქვავ. აი საფქოებში, შესაფქოებიც არის და მე უკვე სეპარაციას აკეთებ მარტივად ძიმე ოქრო ცალმხარეს რჩება. წარმოიდგინეთ სრული ოქროს მომპოვებელი პროცესი დაახლოებით ესეთი და ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ დაგვემტკიცებინა სახელმწიფოს ეს ექსპერიმენტი იმიტომ ჩატარდა, რომ ეს ნამდვილად ოქროს მაღაროა და არა სპილენძის, რომელსაც იმაშვებოდნენ. რომელსაც აწვებოდნენ და არ არის მნიშვნელოვანი. ეს საღდრიშია ყველაფერი და დასკანერებულია, ეს გალერეებია, უზარმაზარი, ახლა ნახავთ აქ. ანუ სხვათა შორის იყო ადგილები ოქროს შემცველობა იყო კუბურ მეტრზე 140 გრამი. ეს არის ანუ ზარღვე ძალიან ბევრი, ანუ 2.5-დან ხო და იმიტომ რომ ანუ იცით როგორ არის ზარღვები არის, ანუ თან კონკრეტულად ციცია შემცველი ხან და მიყვები რა. კი. აი თანამედროვე მაკენა ფოტოწავიდა არ იყო? აი ყოველ შემთხვევაში აი ეს ხანი, აი ამ ფერი არის შემცველი ოქროსი. აი ხლა უყურეთ, ეხლა ამას გააკეთებს და აი ხა აქვე ნახავთ, აი პირდაპირ უკვე ოქრო. აჰა. აი ამ ცოტა იმაში, ანუ მაგრამ არის ხანი, რომელიც არ შეიცს, მაგრამ ამათ იციან და მიყვებიან ამ ხანს. აი ეს ამათი გაკეთებული გვირაბები არის ამ ხანს. აი ნახეთ, აი ეს რაც ამოჭრილია ეს შეიცავდა. ეს უკვე კულტურული ფენა არის აქ შეშ. ხო, ეს უკვე ეს მე ზარღვებს მიყვებიან და აქ უფრო პატარა ზომის ბავშვები მუშაობდნენ აქა, აი ამ კონკრეტულად მოპოვებაზე, იმიტომ რომ ძალიან ვიწრო გვირაბებია და რაც დაასკანერეს, აი აქ დამავიწყდა რომ მეთქვა. ხო, ამის გარდა გვერდზე სოფელი არის, რომელსაც გევლი სადაც ცხოვრობდნენ, ანუ საღდრეში მუშაობდნენ, 2 კილომეტრში მიქონდათ სადაც სამთო გამდიდრება ხდებოდა, ანუ უბრალოდ ოქროს ბოდიში, აი ოქროს მოპოვება და ეს არის ტყვარაქსული უზარმაზარი დასახლება, ანუ რუსთავის ეპოქა. იგივე 5000 წელი, 5,000 ტყვარაქსია. აი ეს არის ტყვარაქსული სამარხი, ეს გოგოჭური არის, რომელიც თხრის გვარად, აი ეს დასკანერებული და მე გადმოტანილია ეს სამარხი აქ, აქ არის მიცვალებული, მეორე მიცვალებული მიხვეტილი არის. აი ესეთი, ნახეთ, აი აქ ერთი და იქ მეორე მიცვალებული არის, ეს ძალიან კარგი სამარხია თავის ჭურჭლით და მოგეთ აქ ეს საზოგადოება დიდი ხანი ცხოვრობდა, მუშაობდა გამამდიდრებელი, ანუ მოედნების ოქროს მნიშვნელობა, როგორც გაცვლითი ან დეკორატიული უკვე ცნობილია. ნუ ფაქტია. ხო, მაგას ვერაფერში. აი უყურეთ ეს მთა იყო, რეალურად ეს პატარა მთა, რომელიც შეიძლებოდა რომ ეს დარჩენილიყო და დარჩენ გადაეთხა. აი ამ გორაზეა ლაპარაკი და გალერეები რამხელა, იცით, შიგნით მე ეს დასკანერებული. ეხლა ნახავთ, მე მგონი აქ არის ისა. უნდა იყოს 3D მოდელი, 3D მოდელი. ნუ ეს ჩვენ ანუ კოლეგებმა რაც გაასვუთ თავეს და სინამდვილეში ნახეთ როგორ იყო გაყოლილი ეს ზარღვებს. აი ესე იყო სულ აი და ეს აღარ არსებობს. ეს აფეთქეს თლიანად. აი და ესეთი გვირაბები. რო აი აქო არა თანო აქო ოქრო არ იყო ამტკიცებდნენ და ამასო თუ ჩვენ არ გავთხრითო ანუ რავი და აი ნახეთ როგორი ვიწრო ისინი არის ძალიან მოგეთ რთული სამუშაო იქნებოდა. რა თქმა უნდა ხმარობს აგზელებდნენ რამდენი საუკუნე შემდეგ ეს 150 წელი მაინც მუშაობდა როგორც ჩანს ეს საწარმო ეგრეთ წოდებული და აი ეს იარაღები და ამაზე მეტი 10000 იყო ეს არის სულ გვირაბებიდან გამოტანილი აი პირდაპირ აი ეს არის მათი დამზადებული ნახეთ აი სამაგრებისთვის აი აქ ატეხილები როგორც იმათმა აი ექსპერიმენტის სახით ესე აი ეს იმიტომ ააწყეს რომ ალბათ ასე იყო იმიტომ რომ აი ეს არის აი ეს რქები იყო ნაპოვნი და ესეც საჩიჩქნად და ჩამოსამტვრევად ძალიან კარგია ეს მეორე ვარიანტი ალბათ ესე იყო გაკეთებული აი ესეთი ფორმის იარაღები და ეს არის ტყავი რომელიც როცა ახალი არის ტყავი და
და სველი უпростоრად შემოუჭერდა მე რო ხმება ვიწროვდება. იგივე საკეთებს ნაწლავები ცხოველის არის არაჩვეულებრივი წებო, წებო კი არა ის არის რა, ისეთი შემოჭერაში კოლაგენია, რომ მე ისე შემოუჭერს, რომ რა ვიცი. საუკეთესო და სტაბილურია. ეს ნახეთ როგორი დანიშნულება აქვს ამას, აქ აი მირტყმის, აი რო დაიქნიო და ეს გაცხელებული ქანის დასაფხნელი არის უпростоრად რა და ნახეთ აი ეს უკვე პატარა სანაყები, აი ამეებში ხდებოდა დანახვა უკვე აი იმ მოპოვებული დიდი ქვებისა და აი ეს კიდე ადგილობრივი ნახეთ და კიდე გახეხვასაც აკეთებდნენ, აი ეს გასახეხი პირდაპირ ეტყობა, რომ თავარია მიეღოთ ეგრეთ წოდებული პუდრა. ხო, ქანის მერე უკვე სეპარაციას მარტივად უკვე წყლით გააკეთებდი. ეს არის სულ იმიდან არის პირდაპირ, აი ნახეთ როგორ ჩანს ნაყავენ და როგორ ჩანს კიდე აქაც კიდე უფრო ქვავენ. ყოველ შემთხვევაში ყველა ქანს ეს უკვე იმის ვის როგორ უნდა და აგერ პირდაპირ ძალიან კარგად ჩანს ეს ნაპოვნი არის მთლიანად ესევე ადგილებზე და ყველაზე საინტერესოა მართლა ეს სოფელი, სადაც ესენი ცხოვრობდნენ, კვდებოდნენ, ხო და რა მარხავდნენ ბავშვების სამარხები უზარმაზარი რაღაც 4 ჰექტარზე თუ რაღაცა. ძალიან დიდია და საწარმო ხალხო, რა ვიცი, RMG Gold 5000 წლის რა, მოკლედ იყო და ეს კიდე ახლა წარმოვიდგენ რომ ახლა იპოვეს საქართველოში მეცნიერები რომლებიც ამონენ რომ არა ეს არ არის მნიშვნელოვანი და აქვე განადგურდა ენეოლითური სამარხი ძალიან საინტერესო ჩონჩხიც იყო და როგორც ვიცი ვერ ხო რაღაც ძალიან საინტერესო აქ იმდენი საინტერესო ის არის ძეგლები აი ეს ოქროს მოპოვების გარდა იმამდეც და იმის მერეც თუმცა და აი ეს არის მთელი უკვე რეგიონის სხვადასხვა ბრინჯაოს პერიოდი, შუა ბრინჯაო, გვიან ბრინჯაო, რა თქმა უნდა, გვიან ბრინჯაო, ადრე რკინა, ეს არის ადრე გვიან ბრინჯაო, ადრე რკინა, ეს არის რკინის იარაღები, ესენი შუა ბრინჯაოსია, ესენი მაგალითად გვიან ბრინჯაოსი არის და აქ უკვე ნახეთ როგორი ჩაის შავპრიალა და ეხლა ეს ბრინჯაოს ნივთებსაც თუ დააკვირდებით და ყალიბებსაც და შუბებსაც მოგეთ რამელი არა ბრინჯაოს პერიოდის ბრინჯაოს ხანის ან ეს ცულებაში რიტუალური ცულები ჩვენ ვიძახით მაგრამ რატო იქნება ფუნქციური თავში ის არის იარაღია რაღაცა რადგან ლამაზია რიტუალურს აი თუ საკურთხეველთან იპოვი ალბათ ეს რიტუალურია აი ხარჩე ძალიან არის რომ მოგეთ ფუნქცია უნდა ფუნქციური ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა ეს პირდაპირ თქმა რომ რაღაცა ეხა რა მაგალითად ჯვარს ვიპოვე რელიგიურია კი ბატონო ხო ეს სულ რეგიონში არის აი ეს რისის პირებიც არაჩვენ არ არის ეს კოლხური ხო კოლხური ცული არც ის არ არის ცოტა ის კიდე სხვანაირი არის კოლხური რა არა ეს უფრო აღმოსავლური არის ნახეთ აი კრიმინალი ნეკნში გაჭედილი ის არის ეს არის პირდაპირ აი ისა რა ქვია სამხილი თუ მით ტკიცება თუ ეჭერა საოცარია პირდაპირ ნეკნში და ნურკინა უკვე სვატომურიანი როდის დაიწყეს ამის კვლევა ყველაზე ადრე რისი ყველაფრის ამის აი ამ საყდრისის კვლევა მე მგონი ეს ყველა ექსპონატი ყველა ეს ცოდნა როდის დაიწყეს სერიოზული კვლევა კვლევები აქ დიდი ხანია მაგრამ მე-19 და ვაფშე პირველი არქეოლოგიური სკოლა კლუბი შეიქმნა 1840-იან წლებში ამ რეგიონში არა მთლიან საქართველოში ამ რეგიონში ცოტა გვიან მე-20-ს დასაწყისში არა აქ ძალიან ეს არის ეს როგორ აგეხსნათ ეხა მე განსაკუთრებული ესეთი გზნობები მაქვს ამ რეგიონის მიმართ მაგრამ როგორც რაღაცა ცოტა ამ სპეციალობასთან ახლო მყოფი ადამიანი რომ დავდივარ, რასაც უყურებ, ხვდები, ვაანალიზებ, რომ
ყველაზე მეტი პოტენციალი აქ არის. ანუ ყველა პერიოდის ადრეული ქვის ხანიდან ადამიანის განვითარების ყველა ეტაპი კაცობრიობის ამ რაღაც ერთ ციცქნა რეგიონში არის უხვად და მაგალითად ესენი დაახლოებით როდის იქნებოდა ნალაგი. გათხრები? ეს 60-იან წლებში 50-80-იანი, ანუ 80 ბოლო 50 წელი. ხო, მაგრამ ეხლაც არის გათხრები, ეხლაც ამოდის, ანუ არის ეს აქ არის ძალიან ბევრი, ეს ეხლა წარმოდგენილი არის მცირე რაოდენობა, იმიტომ რომ აი ეს არის კვარაქსული პირდაპირ ჭურჭელი. ეს უფრო არქაული არის. ეს უფრო მერე არის. გვიან ბრინჯაოში, მაგრამ ნახეთ ეს არქაული, მოდი ესეც დავთვალოთ, ამისი არ ნახო, არ შეიძლება. როგორი ლამაზია, წყინვალე კულტურა არის კვარაქსი, ჩარხს არ იყენებენ, იცოდეთ? ანუ ეს არის ჭურჭე, ეს ხალხი არის ძალიან მაგარი განვითარებული, მაგრამ ჩარხის ეშინია სასტიკად და მთელ მსოფლიოში მანამდეც იყო ჩარხია ეს სატრიარქი, მაგრამ ესენი ჩარხს არ იყენებენ, პირდაპირ ხელით აკეთებენ და ეგეც წესი აქვს და კვარაქსელები ლამის ისრაელამდე არიან ჩასულები და მოგეთ, ძალიან დიდი ყოველ შემთხვევაში კულტურა. არა, ჩასულები არიან მერე და ადგილობრივებთან ერთად რაღაცა კოლაბორაციაც ჰქონდათ და მოედნენ მთელ მსოფლიოს, ესენი იყვნენ მეტალურგები. კომერცია, ანუ ვაჭრობაც მაღალ დონეზე იყო და თავისი ნაწარმი იყო მეტალურგია, დაქონდათ ეს ნივთები, როგორც ჩათეს ექსპორტზე და იქიდან სხვა რაღაც შემოქონათ. ეს არის შუა ცეცხლის, რომელიც კვარაქსს ყველა სახში არის, თითქმის ეს არის ადრე ბრინჯაო, ეს არის იგივე პერიოდი, რაც არის აი საღდრის ადრე ბრინჯაო არის. და ეს არის აი გათხრების კიდე სურათები, რომ ნახოთ, აი ეს გერმანელები აქ მუშაობენ, ანალიზებს იღებენ, იქვე რაღაცა სამარხი არის, როგორც ჩანს, ესეც სამარხია, ჭურჭლები და ესეთი ნახეთ. ეს სწორედ ის სოფელია, ძეძვები, რომელშიც აი საღდრიში რომ მოიპოვებდნენ მასალას წაიღებდნენ ძეძვებში და აქ ხდებოდა ამისი სეპარაცია, დამუშავება და საერთოდ საოცრება გითხრათ. არც ერთი ოქროს ნივთი საქართველოში ამ პერიოდისა არ გვაქვს. გვაქვს ოქროს მოპოვება. სატყრიცის ოქრო საქართველოში გამოყენებული არის. ჯერ ნაპოვნი არა გვაქვს. იმიტომ რომ ეს დიდი ის იყო, რაღაცა ეჯდა, რაღაცა აქ ადგილობრივ, წარმოიდგინეთ, აი, ეხლა არ ემჯიგოლდი ვის ეკუთვნის. ხო, ანუ შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ აქ მოპოვებული ოქროს არც ერთი ნივთი საქართველოში არ რჩება, ხო? კუბი იმითი გადის. შეიძლება რაღაცა იგივე და ერი ისტორიასთან და კი. აზერბაიჯანში არის რაღაცა ერთი და მე ეხლა ფიქრობენ, რომ აი ეს ახლო აღმოსავლეთის ნივთებთან იქნება კავშირი. კი ბატონო, შემცველობა. ხო, ბოლნის სიონის წარწერა ეს ჩემზე კარგად იცით თქვენს. 494 წელი, ყველაზე ძველი საქართველოში ნაპოვნი წარწერა და ყოველ შემთხვევაში მე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს ქართული დამწერლობის შესახებ, რომელიც დიდათ ესეთი არ არის და მაგრამ ყოველ შემთხვევაში არგუმენტები რაც არსებობს ის არის რომ ჩვენთან სომხეთში და ეთიოპიაში დაახლოებით ერთ პერიოდში იქნება დამწერლობა, ყველა დამწერლობა არის სამივე შექმნილი სახარების სათარგმნელად, ევანგელიის სათარგმნელად და ყოველ შემთხვევაში დათარიღებული მაგაზე ძველი, ყველაზე ძველი რაც გვაქვს იქ პალესტინის ტერიტორიაზე არის 40 წლის ძველი, სადღაც 40-იანი წლები არის, 440-45 არის. ხო, ქართული წარწერები, რაც ამაზე ძველია ჭილაშვილიც ამბობდა, კი, რაღაცა ის არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო არგუმენტირებლად დათარიღებული და რაღაც უფრო ძველი, მე-5 საუკუნეზე ძველი არა გვაქვს. რაც შეეხება მანამდე კი ძალიან კარგად ჩანს, რომ ოფიციალურად არამეულს იყენებდნენ, ბერძნულსაც იყენებენ და კიდე რომაულსაც, ლათინურსაც იყენებენ. ეს არის სარკოფაგი, ეს რაღაც მე-7-მე-8 საუკუნის, რომელიც ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომ ეს სარკოფაგი როგორც კი წულუკიანი მოვიდა, ანუ აი საპოკლეა კი რომ ახლა უნდა ემავნებლა და დააწერინეს ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს წერილი, რომ
აი ეს სარკოფაგი თუ არ დაგვიბრუნდებაო ამ დროს ამ რეგიონის არის. თუ არ დაგვიბრუნდება ეს სარკოფაგიო, ჩვენო აი ვერ ვიმუშავებთო და მოკიდეს ამ სარკოფაგს ხელი, წაიღეს და იდო გარეთ ღიაცის ქვეშ რაღაცა თავზე რაღაცა ხის არ ვიცი, ვერ ვიტყვი რა დაადეს და ვერც ვერავინ არ ნახულობდა ბალახებში და იმაში და მე რა სარკოფაგი მოგეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმზე იყო მიწერილი ეს. აქ არის რაიონში ნაპოვნი და ანუ რაღაცა ხო უნდა და ადგენა არაო ეს ჩვენთან უნდა იყოს და წაიღეს და მე ხარ როგორც ხე დააბრუნეს, იმიტომ რომ ეს დატოვებული იყო 2 წელი გარიდო. და მე მგონი აქ უფრო კარგად არის, ბევრი ადამიანი ნახულობს და თან ამ რეგიონის არის და ეთნოგრაფიულ მუზეუმში საინტერესოა გადაწყვეტილება მიიღეს დაბრუნებას. ეგ უკვე მერე. ნუ საღმა აზრმა მერე ბოლოს და წარმოგიდგეთ ეს თლიან ქვაში არის გამოთვლილი. ძალიან მაგარია რა. ესეთი სარკოფაგები ამ რაიონში არის რამდენიმე 2-3. თლიანი ტუფი არის. ამ რაღაცა წერია. ეს იმდენი ხანი იყო წაღებული რომ არ ვიცი, მე წამიკითხდა და აი სამ შემოწარწერაზეა და ერთი რაღაცა ეს ასლია. კი, მე მგონი, კი. ბოლნისის. ეს ორიგინალი. აი ნახეთ მე-6-7 საუკუნე ტუფი სარკოფაგი ერთლია ქვაში უკეთ. იესეს სული ქრისტე შეიწყალე. ანუ იესე ერქვა ამის აქ ვიცი წვა როგორც ჩას დიდგვაროვანი იყო და ესეთი სარკოფაგი გამოწვევს. და დანარჩენი ნუ აი ეს თელი წარმოიდგინეთ ახლა შესაბამისად ქრისტიანულ პერიოდში აქ აყვავებული იყო და არაჩვეულებრივი ეკლესიები სხვა შესაძლებელი ყველა ძველი წარწერებიც აქ არის. ამრა ჩემი მალტური ჯვარი და ესეთი მალტური ჯვარი და ბოლნური ჯვარი ხო იერუსალიმის ჯვარი რაც არის. ნუ ეს ქვევრები არაჩი ნუ ანუ ახალს ახლა ვერაფერს აქ ვერც გეტყვით და ვერც განახებთ იმას გეტყვით რომ მრავალ ეთნიკური იყო და ქართულის გარდა არის სომხური და არაბული ძალიან მუსულმანი ისლამური ძალიან დიდი რაოდენობით როგორც წარწერები ასევე ქვები არის არ ვიცი მაგრამ ხაჭკარი აი სომხური ცნობილი საფლავის ქვები ძალიან ლამაზი და აი ეს არის ერთი ძალიან კარგი ადგილი ვიტრინა რომელიც მინდა განსაკუთრებულად განახოთ ეს არის მღვიმური სოფლები მღვიმური ძეგლები ანუ მღვიმე ადამიანს ქვის ხანიდან უყვარს და იზიდავს თუმცა შუა ბრინჯაოშიც ქვია ბრინჯაოშიც ადრე ბრინჯაოშიც და შუა საუკუნეებში მღვიმეებში სოფლები იყო პირდაპირ აშენებული მით უმეტეს ეს რეგიონი რო გავიხსენოთ რა არის ხო არის ვულკანური ლავებით დაფარული რეგიონი სადაც არის დიდი კანიონები და ეს კანიონები კიდე არის მღვიმეებით სავსე რადგან ვულკანურ ლავაში სიცხე რო არის შიგნით დუღილის პროცესი მიდის და წარმოიდგინეთ პატარა ბუშტუკებივით რჩებოდა კამერები და მე ამას დინარი რო გაჭრიდა აი შვეიცარიულ ყველს რო გაჭრის ზუსტად აი ასეთი ჭრილი გამოდის და არის ბუნებრივი მღვიმეები და მღვიმე გადასარევია ზაფხულში გრილია ზამთარში თბილი არ ჩანს არაჩვეულებრივია იმიტომ რომ ზედ პლატოზე რო დადიხარ ეს მღვიმე თუ ხეობასთან მიხედი ვერ დაინახავ პატარა ბავშვის სპექსა ეს არის შუა საუკუნეების მიტოვებული როგორც ჩანს მონღოლების ყველაზე დიდი კვალი სხვა შორის ძალიან დიდი კი მაგას გეუბნებით ხალხო ამათ ჩვენ და ესენი ელექტროენერგიით გას ხო ანუ დენი რო გვაქვს მაგით გასვათ რომ ეხა პომპეიში ვინც ხართ დაყოფი მიხვდებით რომ დიდი განსხვავება დირექტ უკეთესად ცხოვრობს მაგრატელი შუა იმეთი და დასამაგრებელი ასე აჭირდება ხო მართალია ასე ნუ ეს ცოტა გვიანი არის ეს ცოტა გვიანია მაგრამ ის რო ნახოთ რა ვიცი აი ეხლაც ხო ეს თები იყიდებ აი ეს ფორმა იმის ციტების გასაკეთება პატარა ქისა ესეთივე იბითი განძით პატარა თავისი განძით ეს ნახეთ პატარა ზეთის ლამპები
და ყველაზე მაგარი ეს ხალიჩა, ანუ ამ ღვიმურ გამუქაბულებში არის შემორჩენილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა და რატო მოსახლეობა აიყარა, აი უცბად, აი მონღოლების შემოსა და სოფლები არის გაცვლილი. გაქცეული ვერ მოასწრეს წაღება და პირდაპირ ეს ნივთები, ეს არის მე-14 საუკუნის დაახლოებით ხო? ნუ პირდაპირ იქ გამუქაბულში შიგნით ანუ შეყრილი იყო და მენე ქარი რაღაც მიაყარა და ნუ აი სიმშრალემ როგორ ჩანს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ხალიჩის პირდაპირ ორნამენტები გაქვს სხვადასხვა შეგილია აღადგენა და ფეხსაც ველებია, ნახეთ და ბავშვის ხო? ქუსლიანი. და ეს პატარა თოხი არის თუ რა არის? აი ისა ხო, ის თოხია ალბათ. არა, ნუ აი ეს ღვიმური ძეგლები ცალკე ეს არის და აი ეს არის უკვე კერამიკა, სახლის ჭურჭელი, სახში რასაც იყენებდნენ, მათ შორის იმპორტულებიც არის, აი ფაიანსი, ეს უკვე ნახეთ სპარსეთიდან ჩამოდა, უკვე სხვანაირი არის, როგორც ხე. ხო. და ჩემო ბავშვებმა აღმოაჩინეს აქ საინტერესო რაღაცა. ეს რა არის, ნახე ბიჭო. ამას დაარქვეს ხინკლები. დაარქვეს ხინკალი. პატარებმა და ხო ნახე და მაგარია. ხოცან მაგარია. აი ეს არის საინტერესო. ფაიანსი არის რა. ეს ქალის გამოსახულება შიგნით ხوارში მაშინ თუ ეს როდინდელია რომ მაშინ ხوارში ეს აი ახლა ამბობ ნახოთ რა ნომერია წერია. არა რაღაცა ხო მაგრამ სხვათა შორის ვაიც რაღაცა გააჩნია. მგონი შეაპარებდა. კი, ნუ ყოველ შემთხვევაში ყაჯარები საერთოდ რეებს აკეთებდნენ. რასაყვარელია. ფეხები როგორ აქვს, აი კანაფეხები და ანატომია. ეს გონი შეიძლება ევროპულიც იყოს, რაღაცა სხვა ის არის, სხვა არის იმპორტული. თორე ნახეთ აი ესეც იმპორტულია აშკარად. სულ სხვა ის არის. აი ჩვენი მაინც სტილი აი ესენი არის რა. რასაც ძირითადად პოულობთ. ესე მოჭხულები იყო. კი, ანუ მე-11 საუკუნეებში არის უკვე მე-11-დან მე-14-მდე ისეთი დიდი რაოდენობით არის და ეს რო ვივლით ახლა ნაქალაქარში დმანიში სულ ამას ვნახავთ რა. აი საფლავის ქვა 720 წელი ჰიჯრით. ანუ მე-14, ნუ 600 რაღაცა პლუს 600-700, მე-14 1300 ხო ეგრე გამოდის, მე-14 საუკუნე გამოდის და არაბული წარწერა. საკმარისია სიკვდილის თამაგონდა. მივენდოთ ალახს, ყველაფერი იღუპება გარდა მისი სახისა. მე ქვემოდან გადავუთხები. ეს არის საფლავი განსვენებული საოცრად შერიფ ედინ. თაჯიდინ. შერიფ ედინ, ნუ არაბია აშკარად. მე-14 საუკუნე. ეს არის 4 თავი სასლი, ანუ სახარების სასლი მე-10 საუკუნის. მეორე მე მგონი სულხან საბას წიგნი არის. ძალიან ისეთია რა, მომწონს ეს მუზეუმი. რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში 300 წელია. აი ეს თუ არ მოვიდოდა, ეხა დაბრუნდა რა. ანუ 2 წელი აქ იყო ესეთი ჩონჩხი, აი ეს რკინები იყო რა. ანუ რავი, ესეთი იმდენია ეს დედაბოძები, რო არა აქ მუზეუმს იქით უნდა მიცე და აქედან მოკლედ ის აი ესეც აღებული ქოლა სადღაც იყო და სხვათა შორის ძალიან თუ დაგვირდებით ერთი დიდი ხისგან არის მე მგონი გაკეთებულია რა. რა მხელა ხე არის ეხლა ეს რაღაცა ომარა შეწებება არ არის. ნუ ფაქტია შეწებება არ არის. ეს რა არის? ეს არის რაღაცა გავს იმას აქ.
მაგრამ ნუ შეძება რომ ერთია რა, ერთი ის არის ფაქტია, ერთი დიდი იმისგან არის გამოთვლილი. ბორჯღალია და თან ფალიკური მასაც გავს თითქოს არა გადმოტრიალებულს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგარია და ეხლა ნუ აქ უკვე ამ გერმანელების, შვაბების ისტორია არის. ესეთი საინტერესო ამბავია, რომ ულმი არის ქალაქი და აქ პასტორმა მოკლედ ამათმა მე მგონი 1817 წელს რა ხდება, რომ სადღაცა თუ არ ვცდები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში უკვე დიდი ვულკანური აღმოფრქვევა ხდება და ეს ევროპაში უკვე ერთი თვე მზე არ ჩანს. ისეთი ის იყო ძალიან დიდი ფერფლი იყო, ხო? და მოგეთ ამათმა პასტორმა გამოაცხადა, რომ უნდა წავიდეთო არარატის მთასთანო მეორეთ მოსვლა ახლოვდებაო და დაიწყო ამათი წამოსვლა, ნუ აი აქ არის მარშრუტი, როგორც მოდიოდნენ, ერთი ჯგუფი არ იყო, ბევრი ჯგუფი იყო და დიდხანს მოდიოდნენ და დაარსეს კოლონიები, მით უმეტეს საქართველოს ტერიტორიაც კარგად აუხრებული იყო მანამდე და ბოლნისის ტერიტორიაზე კაციშვილი არ ცხოვრობდა.